მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ თქვენ მოკლე საჯარო გაშლა თემაზე, როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები, მოდით ვნახოთ 2 თვის განმავლობაში. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და ვნახოთ აბა, როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები მომდევნო 2 თვის განმავლობაში. როგორ განვითარდება პირველი ვარიანტის ფინანსები 2 თვის განმავლობაში, როგორ განვითარდება მეორე ვარიანტის ფინანსები. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მოდით პირველი ვარიანტი იყოს ასეთი ქვა, მეორე ვარიანტი კი იყოს ასეთი ქვა. იმედი მაქვს კარგად ჩანს. აირჩიეთ სასურველი ვარიანტი, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ. და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს, ვინც არ ავაპაუზებთ და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან, ვინც აირჩია ეს ქვა. არკანი მზე. იცით, ეს არის ქვა ციტრინი. მგონი არ არის ნატურალური, მაგრამ კარგით. და არკანი მეთქი ქვა ციტრინი არის მზე, მზის ქვა არის. და არკანი მზე რომ ამოვიდა პირველ რიგში მეგობრებო, მზე მატერიალური ასპექტით, განსაკუთრებით ფინანსებზე, როდესაც ამოდის, ეს ყოველთვის არის რაღაც საბედისწერო და რაღაც ძალიან სასიხარულო ცვლილებები. და პირველ რიგში, მოდით რეკომენდაციებით დავიწყოთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მესმის რომ ყოველთვის ამის საშუალება არ არის და უფრო რაციონალურად უნდა განსაზღვროთ ესეც, მაგრამ შეხედეთ მეგობრებო, აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახლო მომავალში, რომ საკუთარი თავი წაანებივროთ. იქნება ეს რაღაც პატარა შოკოლადი, რაღაც გემრიელობა ერთხელ, არ ვიცი, სუშის ან პიცის შეკვეთა, იქნება ეს რაღაც, არ ვიცი, კაბა, ჩანთა, ტანსაცმელი, სამკაული, ნივთი, რომლის ყიდვაც გსურდათ დიდი ხნის განმავლობაში. წაანებივრეთ აუცილებლად საკუთარი თავი, იმიტომ რომ პირველ რიგში მსგავსი ყოველთვის რაღაც მსგავს იზიდავს, ეს ერთი და მეორე წანებივრება და სიხარული აუცილებლად მოიზიდავს თქვენს რეალობაში მეც სიხარულს. უბრალოდ რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელოვანი არის ზომიერება, იმიტომ რომ თუ თქვენ სიტყვაზე ვთქვათ, თვის ბოლომდე გრჩებათ რაღაც მინიმალური თანხა, ხო? რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში თუ თავს წაინებივრებთ, უნდა წაინებივროთ რაღაც მცირედით, ისე რომ თანხა შეგრჩეთ, ხო? არ დაგვავიწყდეს რაციონალურობის შესახებ. მაგრამ ასევე არკანი მზე მეტყველებს რაღაც ძალიან დადებითი ცვლილებების შესახებ, ძალიან დიდი სიხარულის შესახებ, როდესაც თქვენ ძალიან კმაყოფილი ხართ თქვენი ფინანსური ენერგიებით, ძალიან გიხარიათ ის თუ როგორ ვითარდება თქვენი კარიერა, როდესაც თქვენ გრძნობთ წარმატებას, სიხარულს. თუ თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე არ მუშაობთ, მაგრამ გსურთ სამსახურის დაწყება, პირველ რიგში გეტყოდით იმას, რომ აუცილებლად შეძლებთ რომ დაიწყოთ, ასევე თუ თქვენ გსურდათ დაწინაურება ან რაღაც მსგავსი, აუცილებლად გამოჩნდება ამის პერსპექტივები ამ პერიოდის განმავლობაში და ზოგადად ძალიან ბევრი საჩუქრები და ძალიან ბევრი სასიხარულო მომენტები გელოდებათ მომდევნო 2 თვის განმავლობაში, ამიტომაც მომილოცავს თქვენთვის პირველი ვარიანტი ძალიან მიხარია. განსაკუთრებით თუ აქ მე მიყურებენ ან კოლეგები, ან ინფლუენსერები, ან ვიღაც ისეთი ადამიანები, რომლებიც არიან დამოკიდებული კლიენტურაზე და აუდიტორიაზე. ამ შემთხვევაში მე თქვენ გეტყოდით ასეთ რაღაცას, რომ თქვენ პირველ რიგში ისწავლით პროცესით ტკბობას, უფრო მეტი სიტკბო თვითონ ამ პროცესით წამოვა და სხვათა შორის ახლა რატომღაც თაფლის გემო წამომივიდა. ძალიან ნაყოფიერი პერიოდი გელოდებათ ნამდვილად ფინანსების კუთხით და ძალიან სასიამოვნო და პირველ რიგში მე იცით რას ვამბობდი კლიენტებზე, ვინც ხარ დამოკიდებული აქ თქვენს რეალობაში მოდის ახალი აუდიტორია, ახალი კლიენტურა, უფრო დიდი და უფრო დადებითი, უფრო პოზიტიური ყურადღება მოდის, აი თითქოს თქვენ იქნებით ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, ვისაც მაგალითად ან ჩემი კოლეგა ხართ, ან რაღაც ასეთი ონლაინ ბიზნესი, ან რაღაც მსგავსი გქონთ, ხო? აქ აუცილებლად იქნება დადებითი სიახლეები და ძალიან ბევრი სასიამოვნო ყურადღება. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად სასიამოვნო და დადებითი ყურადღება გელით. აი ვუყურებ ამ არკანს და მიხარია თქვენს მაგივრად პირველი ვარიანტი. დავამატოთ კიდევ ერთი არკანი და ვნახოთ, როგორ განვითარდება პირველი ვარიანტის ფინანსები მომდევნო 2 თვის განმავლობაში. თანაც საბედისწერო დადებითი ცვლილებები არის აქ, ანუ ხანგრძლივი დროით იცვლება თქვენი კარიერა დადებითისკენ.
არკანი თასების 10-იანი. ნუ ეჭვიც არ მეპარებოდა რომ რაღაც ასეთი არკანი ამოვიდოდა, ან პენტაკლების 10-იანი, ან 9-იანი, ან თასების 10-იანი და თასების 10-იანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენ იქნებით ახსავსე შთაბეჭდილებებით, ახსავსე ემოციებით, ძალიან გახარებული, ძალიან ბედნიერი იქნებით, სრულიად კმაყოფილი იქნებით თქვენი ფინანსური მდგომარეობით და კმაყოფილი იქნებით იმით თუ რასაც აკეთებთ. აი იცით აქ არ არის უბრალოდ ის რომ აი მე მაქვს ბევრი ფული და მიხარია დავუშვოთ ხო და ცხადია ეს ავტომატურად იმას რომ მილიონრები გახდებით არ ნიშნავს მაგრამ აი ძალიან კმაყოფილი იქნებით აი ძალიან დიდ სიხარულს და ბედნიერებას ვხედავ პირველი ვარიანტი ახსავსე შთაბეჭდილებებით და თან როდესაც თქვენ ტკბებით ამ პროცესით ფინანსების გაცემის და მიღების პროცესით და მუშაობის პროცესითაც კი ტკბებით აუ ძალიან მიხარია პირველი ვარიანტი თქვენს მაგივრად. ძალიან მიხარია და სიმართლე გითხრათ ახლა ამ ვარიანტს რო ვუყურებ, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მე ძალიან მიყვარს ხოლმე, როდესაც საჯარო გაშლებს გადავიღებ მე თვითონაც როდესაც ვდებ რა თქმა უნდა ვუყურებ, მაგრამ მხოლოდ მაშინ როდესაც ცოტა მიმავიწყდება და აი დიდი იმედი მაქვს რომ მე თვითონაც აი ამ ვარიანტს ამოვირჩევ. ძალიან კარგი პერიოდი გელით და ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა სიხარულს ვხედავ აქ. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა. და გადავიდით ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე და მეორე ვარიანტი თქვენთან აქ ამოვიდა ხმლების 4-იანი. ნუ ამ არკანიდან გამომდინარე ვიტყოდი იმას, რომ პირველ რიგში მეორე ვარიანტი თქვენ გჭირდებათ მეტი დასვენება ისედაც, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენთვის ცხოვრების ამ ეტაპზე დასვენება, შესვენება ცოტა ამოსუნთქვა და თუ თქვენ ახლო წარსულში გქონდათ რაღაც ისეთი პერიოდი, რომ დაუშვათ სამსახური დაკარგეთ ან რაღაც მსგავსი მოხდა, აქ მე თქვენ პირდაპირ გეტყვით, რომ ეს უმიზეზოდ არ მოხდა, ზოგადად სამყაროში უმიზეზოდ არაფერი არ ხდება ხოლმე და აქ თქვენგან სამყარო პირდაპირ გაგებით ითხოვს იმას, რომ ცოტა ხანი დაისვენოთ. და ხო, თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ რა დამასვენებსო, ის მაგ გადასახადი, ეს მაგ გასაკეთებელი, ის და თან შეიძლება ფიქრობდეთ, რომ აი ჯერთი როგორ უნდა მოვისვენო და მეორე კიდე ისეც მოსვენებული ვარ, დავუშვათ უმუშევარი ვარო, ხო? მაგრამ დასვენებაში იცით რას გულისხმობ? პირველ რიგში დასვენება ტელეფონის, გაჯეტების და ყველაფრის გარეშე და მეორე უფრო მნიშვნელოვანი დასვენება ისე რომ არ იფიქროთ ამ ყველაფერზე. მესმის რომ ბევრად უფრო მარტივი არის ეს თქვა, ვიდრე გააკეთო, მაგრამ მეორე ვარიანტი თქვენ გჭირდებათ ეს დასვენება აი ამ ფინქრებისგან, ამ შფოთვისგან, რაც გაწუხებთ სამსახურთან და კარიერასთან დაკავშირებით. ხოლო ვინც მუშაობს და ვისაც სტაბილურობა და სიმყარე აქვს ფინანსების კუთხით, თქვენ გეტყოდით იმას, რომ რა თქმა უნდა თქვენთვისაც მნიშვნელოვანი არის დასვენება, თუმცა ეს ანიშნავს იმას, რომ სამსახური უნდა მიატოვოთ, რა თქმა უნდა არა, უბრალოდ მეტი დაისვენეთ და სხვა დანარჩენის კუთხით აქ იქნება სტაბილურობა. დავამატოთ მეორე ვარიანტი თქვენთან კიდევ ერთი არკანი მაინც. როგორ განვითარდება მეორე ვარიანტის ფინანსები და კარიერა მომდევნო 2 თვის განმავლობაში? ნახოთ აბა. არკანი პენტაკლების 8-იანი. ნუ შრომით ტკბობა, ბეჯითი, ნელი შრომა და ამ შრომით ტკბობა და იცით მე არაერთხელ მithkoms ჩემს საჯარო გაშლებშიც და პირად კონსულტაციებშიც და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხანდახან ყველაზე სწრაფი წინსვლა არის ნელი და ბეჯითი ნაბიჯები, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვცდილობთ რომ რაღაც დიდი ნახტომი გავაკეთოთ ძალიან სწრაფად, ამ შემთხვევაში ხშირად ხდება გაუთვლელობები, ხშირად ხდება დაძაბულობები და უფრო მარტივად ვიღლებით და აღარ ყოფნის ხოლმე ენერგიები. ამიტომაც აქ ხედავ ასეთ ბეჯით, ნელ, წყნარ შრომას, ამ შრომის პროცესის ტკბობას, ზომიერებას და ბალანსს დასვენებასა და მუშაობას შორის და პრინციპში აქ იქნება სტაბილურობა და სიმყარე. კიდევ ერთი არკანი მინდა რომ დავამატო მეორე ვარიანტი. აბა ვნახოთ კიდევ ერთი არკანი. არკანი განდეგილი. კი ბატონო, დასვენების შესახებ არ დაგვავიწყდეს, აუცილებლად დაისვენეთ მეორე ვარიანტი შეძლების დაგვარად, განსაკუთრებით კარგი იქნება სადმე ბუნებაში, ტყეში, წყლის სტიქიასთან ურთიერთობა, სადმე წყალთან გასვლა, შეძლების დაგვარად, რა თქმა უნდა. და სხვა დანარჩენის კუთხით აქ იქნება სიმყარე, სტაბილურობა, უბრალოდ აქ იქნება ასევე საკუთარი თავის შესწავლა, თითქოს საკუთარ თავს დაუსვამთ რაღაც შეკითხვებს. ბევრი თქვენგან ისთვის რეზონირდება, იცით როგორ, აი
ისე და ისევ გავიმეორებ, ზოგი თქვენგანის შემთხვევაში თუ რომელიმე თქვენგანმა სამსახური დაკარგა, რაღაც მსგავსი იყო ახლო წარსულში, აქ თქვენ თითქოს მოგიწევთ თქვენს ფიქრებთან შეხვედრა და თითქოს რაღაც ახალი აღმოჩენები იქნება საკუთარ თავში. აღმოაჩენთ იმას, რომ მაგალითად სინამდვილეში მე ეს არ მაინტერესებდა და რაღაც ახალი ინტერესის სფერო გაგიჩნდებათ, ან ახალი ბიზნეს იდეები. ანუ უფრო შინაგანი რაღაც ცვლილებები გელოდებათ. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, უღრმესი მადლობა ყველას. მე თქვენ გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერებას და ნახვამდის.